მოგესალმებით, დღეს სამშაბათია, უსმენთ რადიო დაარდიმანს ტალღა, რა თქმა უნდა, უცვლელია 9:07 ტალღა, რომელიც 24 საათის განმავლობაში თქვენს საუკეთესო განწყობაზე ზრუნავს და ამჯერად გადაცემით სიმღერის პრემიერა შემოგიერთდით, რომლის ფარგლებშიც ვსურთ, რომ ჩვენთან ეთერში დავაპატიჟავ მომღერალი. შეიძლება ითქვას, ჩემი კოლეგა, იმიტომ რომ არის პოდკასტის წამყვანი თორნიკე ტატიშვილი. მოგესალმებით, თორნიკე. მოგესალმებით და კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ სტუდიაში. კი, პირველად ხარ ამ სტუდიაში. სტუდიაში პირველად, თორე ზოგადად დავიკარგე ახლა. აიხანი, მაგრამ მაინც. მოდი მაგით დავიწყოთ საუბარი, სწორედ რომ რატომ მქონდა ეს პატარა ტაიმაუტი აღებული. ხო, მე როგორც ახსენე წეგან პოდკასტებს ვაკეთებ ძალიან აქტიურად და გადაღებებზე უფრო გადავერთე. ისა უნდა აღნიშნოს, სად იყო პოდკასტები, შენ რო პოდკასტი დაიწყე. კი ბატონო, კი, გიორგი იყო ვარდოსაინძე და მე ვიყავ ვინც ამ თემაში YouTube-ზე პოდკასტები აქტიურად პანდემიის დროს. ახლა პოდკასტების ერაა, შეიძლება ითქვას. ეხლა ხო ვისაც ელემენტარულად მობილური აქვს და მიკროფონი შეუერთებს და მიკროფონიც აღარ უნდა iPhone-ი ვისაც აქვს, უკვე ყველა ზის და აკეთებს პოდკასტებს, მაგრამ რამდენად ყურებადია და ასე შემდეგ, თავარი ეგ არის. თუმცა ყველა თემაზე არის დღეს, აბსოლუტურად. აი თავად შენს პოდკასტს როგორ შეაფასებდი და რამდენად ისეთი აქტიური მაყურებელი მოგყვება? მე როგორ ვიყავი, იცი რომ აი თავარი არხი რაც არის YouTube-ზე, თორნიკე ტატიშვილი, თავარი არხი რომელიც არის YouTube-ზე, მანდ ვაკეთებდი ხოლმე ცოტა მრავალფეროვანი იყო, სხვადასხვა კატეგორიის სტუმრები იყვნენ, სხვადასხვა სფეროდან. მე რატომღაც ისე ჩამოყალიბდა რომ 1-2 მოვიყვანე რეპერები, უფრო სხვანაირად გავარდა. თავად მღერი ჰიპ-ჰოპსაც. რეპერი ვიყავი. იყავი? ხო, მე ესტრადაზე გადმოვედი, თუმცა გულისულით მაინც რაღაცა. არის აქ რჩება, კი. და რო დავინახე ეს ყველაფერი, ამან წამოიღო ესეთი ჰაიპი, ერთგვარი. სლენგს ვიხმარ. რაღაცად გადავერთე მაგ კუთხით, თავარ არხზე. აი ხა წეგან ვახსენე, საახალწოდ დავდეთ კაბუს პოდკასტი რა. კაბუ მყავდა მოწვეული და ძალიან გავარდა ფაქტობრივად გასკდა არხი, იმიტომ რომ кайხანი არჩანდა. არჩანდა კი. და გამოჩნდა და გულიცულით ისაუბრა. და როგორც მოგეხსენება YouTube-ზე ცენზურის დაცვა არ არის მთლად. არა პრობლემა მოკლედ. ნამდვილად. ხო და გულიცულით ისაუბრა, ტელევიზიაში ესე ვერ ისაუბრეთ ყველაფერზე, მაინც რაღაცა ჩარჩოები არის. და აქედან გამომდინარე, ეგ მხარე დავიჭირე მან და უფრო ჰიპ-ჰოპი, რეპი, უფრო აი მიმართულება არის ხოლმე მთავარ არხზე. მაგრამ ისე ზოგადად ვაკეთებ სხვადასხვა პროექტებს, მაგალითად არის წარმატების გზა, სადაც ცალკე არხი გავაკეთე. კი, ცალკე არხი გავაკეთე და იქ უკვე ზუსტად აი თემა არის, რომ სხვადასხვა სფეროდან, სხვადასხვა წარმატებები როგორ მიაღწიეს წარმატებას. ანუ რამოდენიმე ფორმატის პოდკასტი. კი, რამოდენიმე პროფილის თემა არის რა. ასევე არის კიდე პოეზია როგორც არცი, სადაც პოეზიის გარშემო და მოკლედ ყველანაირად ვცდილობ, რომ აი ესე იქით-აქეთ და ყველაზე მეტად რომელმა გაამართლა შენი აზრით? ნუ მაინც ის თემა უფრო რა. მუსიკა, ჰიპ-ჰოპი და რატო იცი რომ ახალგაზრდობა უყურებს უფრო მაგ თემას და აი ეს განსაკუთრებით მოწონთ ხოლმე დაპირისპირებები როცა არის ხოლმე და ან ერთ მხარეს მოვიწევ ან მეორე მხარეს ის იმაზე რა სიტყვის, ეს ამაზე რა სიტყვის და აი ესეთი თემები არის ხოლმე მოკლედ რა. კი და უნდა აღნიშნოთ რომ ჩვენს ბავშვობაშიც ძალიან პოპულარული იყო ჰიპ-ჰოპი და ეხლა საერთოდ სხვა დონეზე ავიდა მაგრამ ხო და ზუსტად მაგიდან გამომდინარე რაღაცაერად ცოტა მუსიკის მხრივ გავჩერდი და ეხლა ძალიან გავაქტიურდი და აბა როგორია დაბრუნება? ხო, მართლა გავაკეთებ გაჩერებას, ორ კვირაში ჩავწერე უკვე 3 სიმღერა. ხვიჩას მოვიკითხავ ხარიაშვილის იქ სტუდიაში, ჩვენს მეგობარს და აი ზუსტად ამ სიმღერასაც შეეხება, ამ სიმღერით დავიწყე. არ ვიცი რატომ მომივიდა ეს მუზა, არ ვიცი დამძიმებული ვიყავი თუ ჩემი 7-8 თვიანი ემიგრანტობინა გამომდინარე რაღაცა მომაწვა თუ რა იყო, არ ვიცი. ემიგრანტ მშობლებს ესე ქვია ამ სიმღერას და აი ეს დავჯექით დავწერე თავიდან ბოლომდე ტექსტი. ერთ-ერთი უცხოური სიმღერა იყო, კავერის ამბავში რაღაცა კარგად მოვარგე, მე ჩემებურად ავაწყე ის როგორც საჭირო იყო და რაღაცა ვიმღერე და რო უსმენ თქოს რაღაცა ისეთი შეგრძნება აქვს არ მღერი თუ რაღაცა ზევიდან წამოსული რო თუ არ ვიცი რაღაცა არის ხა ეგეთი რაღაც არ მქონია ზოგადად თემა ძალიან სენსიტიურია და მძიმეა და არ ვიცი მე მგონი არ არსებობს ოჯახი ვისაც ემიგრანტი არ ყო ცოტა ძალიან ისეთი ოჯახი რომელსაც არ ყავს ემიგრანტი და ძალიან სენსიტიურია მართლა აი ცრემლის გარეშე რომ ვერ მოусმენ იდეაში ხო ვისაც მოასმენ ნუ ხა ოჯახში ოჯახს გაერთიანებული უფრო დედაშვილობის აი როგორ არის თემაც არის მამაშვილობის დედაშვილობის მშობლების თემა მშობლები ხა
ვიღაცა იფიქრებს, რომ მამა თავზე ადგას და იმიტომ ლაპარაკობს, მაგრამ ზოგადად ეგრეა, რომ აი მშობლებს რომ ივიწყებენ, აი მაგის შეხსენებაა, რომ არ უნდა დავივიწყოთ მშობლები. იმიტომ რომ რაც უფრო წლებში შედიხარ ადამიანი, მე უფრო ხვდები მშობლის ფასს. ეს აქსიომაა და რო უყურებ ხა 18 წლის რო ხარ, 20 წლის რო ხარ, რაღაც 15 წლის რო ხარ, რაღაც ისე მაინც ვერ უყურებ ამ ყველაფერს. ვერაფასებს ეს სწორად, როგორც მე დროს რომ მოხს. და ზუსტად ეგაა რომ მის ამ ღერსაც რომ მოისმენენ თლიანობაში ტექსტით ყველაფერი, აი გაერთიანებული ერთად, ემიგრაციის თემა ხوارი და არის რა თქმა უნდა, მაგრამ აი მშობლების სიყვარული რომ მამა უნდა დავიწყოთ, დედა უნდა დავიწყოთ, სიცოცხლეში პატივი უნდა ვცეთ და კი, ნამდვილად ასეა და რაღაცა მანძილს კარგავს ეს სიმღერა და რაღაცა გაკავშირებს ისევ იმ ადამიანთან, ვინც წლები არ გინახავს. განსაკუთრებით ყურსასმენებში თუ მოისმენთ, საერთოდ ჩათვალე რომ სხვა სამყაროში გაგიყვანთ რა. აუცილებლად მოისმენ ყურსასმენებში. კი, აი თემა არის. კი, და იცი რა მაინტერესებს, აი აღნიშნე რომ 8 თვე გატარე ემიგრაციაში და აი შენი თვალით დანახული ემიგრანტები ზე მინდა რომ ესაუბრო და იმათ განცდებზე, ემოციებზე, ოჯახებზე რომ საუბრობდნენ და ბევრი დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი გვიყურებს ახლა Facebook live-ში, გვადევნებენ ხშირად თვალს და ყველას მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და დიდი პატივისცემით და ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს შრომას და თავდადებას. კი ბატონო, თუ გახსოვს იქიდანაც ჩაგერთე ათენიდან სიმღერა დავაპრემიერეთ, იქაც არ ვისვენებდი და ვიყავი აქტიურად. ესე იგი, რაც შეეხება 8 თვიან ჩემს ემიგრაციას დღემდე მაგაზე ხუმრობები დადის ხოლმე რა ის ემიგრანტი იყო 8 თვე იყო აქ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი კვირაც რო წახვალ და ერთი თვეც რო წახვალ და ქვეყანას მოწყდები საერთოდ სხვა თემაა რა მე რასაც ხედავდი ძირითადად ძალიან ძნელი ეს ყველაფერი რა აქედან ადვილად ჩანს რომ აი ხეზე იკრიფება ფულიდან რაღაც ეგეთი გამოკიდებულებით არის ხალხი შრომის ფასად ასე არ არის თეობით არის ხალხი ჩაკეტილი ვერ გამოდიან რომ გაერთონ. ნუ ზოგი არის რომ მაგალითად შეიძლება დღეღამე მუშაობდეს, ან დღე მუშაობდეს, ღამე ისვენებს და პირიქით გააჩნია ვინ როგორ არის გრაფიკით. მაგრამ ძალიან ძნელია რა ყოველ შემთხვევაში. მე ჩემ თავზე რაც ვიგზენი, ყოველ შემთხვევაში ის დატვირთვა თუ არ მქონდა, იმიტომ რომ მე მაინც მუსიკის თემაში ვიყავი, იქ რესტორნებში ვიყავი და პლუს ემიგრანტებზე იქაც ავისვენებდი და გადაღებებს ვაკეთებდი რა. ჩემი გადაცემების ემიგრანტების ისტორიებს წერდი და ეგეც YouTube-ზე დევს. უცხო მიწაზე ესე ქვია მაგ პროექტს. სამწუხაროდ ეგ პროექტიც გაჩერდა, იმიტომ რომ სპონსორების გარეშე დამეთანხმებული ძალიან ძნელია რომ საზღვრებს გარეთ წაშლა და გადაცემა შეწერა. ნამდვილად ძალიან ძნელია აკეთო ერთად და ხელშეწყობა არ ქონია, სულ ენთუზიაზმზე იყო ძალიან ძნელი. ძალიან. ხო და მაინც ვარჩიე რომ ჩემ ქვეყანაში დაუბრუნებულიყავი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერა რა, რაღაცა გეკაჩება, ხო ვიცი რომ აი გაიღვიძებ და ვერ გზნობ თავს. ნუ ვერ გადავახე ეს პერიოდი. რაღაცა ვერა და ისე ვარჩი რომ ჩემ ქვეყანაში დაუბრუნებულიყავი და არ მეყურებინა იმ ყველაფერს რაც იქ ხდებოდა და მე ვისურვებდი მართლა რომ ეხა ზოგი იტყვის რომ ეხა ეს ისე სიტყვებია, მაგრამ ყველა მაგას იმეორებს, მაგრამ მართლა ვისურვებდი რომ ისე ჩვენ ქვეყანაში დაუბრუნებულიყვნენ, იმიტომ რომ მე იქ ნახე როგორც 20 წლის გოგონა მუშაობს მაგალითად მოხუცებულებთან, ასევე 70 წლის 75 წლის ქალი რო უვლის თვითონ და თვითონ რომ მოსავლელი, ანუ სიტყვის მასალა კი ბატონო, ნამდვილად ასე. რეალობაა ეს. ძნელია ეს ყველაფერი რა. ძალიან და მათი გრძნობებიც კიდევ ცალკე სასაუბრო თემაა და კი ბატონო. მოკლედ დიდი პატივისცემით კიდევ ერთხელ მოგიკითხავთ ყველას და თქვენ გეძღვნებათ ეს სიმღერა და თქვენს ოჯახებს და თქვენს შვილებს ეძღვნებათ, ვინც და მშობლები დავაფასოთ აუცილებლად. აუცილებლად. თონიკა სამომავლო გეგმებზეც გკითხავ აუცილებლად ჩვენი გადაცემის ტრადიციული კითხვა და თავისთავად გვაინტერესებს, რახან დაბრუნდი აქტიურად სამსიმღერაზე უკვე დაასრულე მუშაობა და წინ სამომავლო გეგმა გაქვს. როგორც აღნიშნე ალბათ გაჩერებას, ეხლა უახლოეს მომავალში ნანა ცინცაძეს ტექსტებს ჩავწერ სიმღერას, ჩემი ნანიკო მეთქი ესე ვიძახი, კი, ვიღაცისთვის მიუწვდომელი რა თქმა უნდა, ჩემთვის მეორე დედიკოა და თვითონვე ამბობს ხოლმე რომ ჩემი აყვანილი შვილია და წარმოედგინე ესე კარგათა ვართ ერთმანეთში და ლამაზად და სიყვარულში და ერთადერთი მომღერალი ვისაც ნანა ცინცაძეს ტექსტი არ აქვს დაწერილი. იმიტომ რომ ხო იცი სიყვარული აქვს, სხვა სიყვარული აქვს და ამ დროს სიმღერაზე სულ ვარ ფიქრობ. აი გამო. ხო და უახლოეს მომავალში აუცილებლად გავაკეთებ ნანა ცინცაძეს ტექსტზე და კიდე ერთხელ ამბობ რომ ყველა მიმართულებაში და ჟანრში კარგად ვზნობ ხოლმე თავს, როგორც ტაში დუში, ასევე სოული, ასევე R&B გააჩნია სად როგორ ჭირდება სიტუაციას. არ ვაპირებ მართლა გაჩერებას და მართლა მინდა რომ აი ვაკეთო და მივყვე და
შეიძლება მე და მამაჩემაც გავაკეთოთ დუეტი და მოვიკითხოთ მამიკო ხო გვესწრება და რაღაცა ისეთი ხო ჩემ პირადი მძღოლებით გესევიძე ხევთ ტარება მე არ ვიცი სრული მე არ მაქვს ხო და მე აუცილებლად მოგიტანთ რაღაცა ცოტა ისეთი ჟანრი გვინდა გავაკეთოთ რა რაღაცნაირად საერთოდ ტატიშვილებზე აქვს დაწერილი სხვათა შორის მაგარი ტექსტი მამაჩემს სხვათა შორის ტექსტი სიმღერის ტექსტი აქვს ტატიშვილებზე დაწერილი ხო და ვიღაცა თუ ისე არ აღიქვებს რომ განედების მანია აქვს თუ შეიძლება ეგ ამბავით ჩაიწეროს და ტატიშვილებს მიუძღვნა სიმღერა ხო როგორც ორმა ტატიშვილმა ოთაიმ და თავის ბიჭმა თუ ჯაწერეს ჩვენ რა პრობლემაა ნამდვილად არანაირი პრობლემა არ არის და ხო და ნუ რა თქმა უნდა აქტიურად პოდკასტებსაც არ გავაჩერებ და მაგ მიმართულებაშიც ვარ და YouTube-ზეც აუცილებლად უნდა გამომიწერა მოკლედ ძალიან კარგი პრეზენტაცია გამოვიდა ამ ყველაფრის სიმღერა თავისთავად სიმღერაზე ვისაუბრეთ და გიტოვებთ ჩვენს ტალღაზე 971 და ასევე ჩვენს Facebook Live-ში რომელსაც თქვენ ამ წუთებში ადევნებთ თვალს ემიგრანტ მშობლებს ქვია სიმღერას და თორნიკე ტატიშვილი გახდათ ჩვენი სტუმარი რომელსაც დროებით დამშვიდობთ მადლობა